თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მათედევიძისთვის მისჯილი 4 წელი და 6 თვე ძალაში დატოვა. სააპელაციო სასამართლოში პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი დევიძისთვის მსჯავრის დამძიმებას ითხოვდა. ადვოკატები კი მისრულ გამართლებას, თუმცა ალტერნატივის სახით ბრალის გადაკვალიფიცირებასა და სასჯელის შემცირებაზე მსჯელობასაც არ გამორიცხავდნენ. მათედევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. მას 3 პოლიციელისთვის ჯოხის მაგვარის საგნის დარტყმას ედავებოდნენ. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით მას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. დევიძეს 21 წელი ციხეში შეუსრულდა. მათედევიძე მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დაესწრო. მას სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართა, შემდეგ კი დარბაზი დატოვა. 21 წლის ახალგაზრდა ასე მოექცა საქალაქო სასამართლოში განაჩენის გამოცხადების დროსაც. მადლობა რომ მოხვედით. ძალიან მიყვარხართ ყველა და მეიმედებით. ბოლომდე ისევ და ისევ. მომივიდა ხმები რომ დავწერო შეწყალება და გავიდე გარეთ. ბოდიში, მაგრამ სისულელეა. ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამაქცევი, მერე მოღალატე. მაპატიეთ, მაგრამ ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათ იქნება უარყოფილი. მაპატიეთ ამ სიტყვაზე და მიფურთხებული ჩემგან. არ ვიცი რანაირად გადმოვცე, მაგრამ ქვეყანაში არის კორუფციის ისეთი ქსელები, ნემსი ვერ ჩავარდება და მე ვზივარ ციხეში. არაფერი არ დამთავრებულა, ხალხი სცემეს და ასახიჯრეს. ყველანაირი ურთიერთობა თუ წინსვლის საფუძველი წყალს გაატანეს. თული ამასთან ჭიდილი, როცა არაფერი გიჭირავს ხელში. რაც გაგიმაგრებს ზურგს გარდა ხალხისა, რომელიც როგორც მე შეშველი ხელებით იბრძვის. სიბინძურე ტრიალებს ქვეყანაში. დავამთავრებ მე ახლა. ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე. უკანასკნელ ამოს უნთქვამდე და მას მერე. მე თქვენი იმედი არ მაქვს. ისეთი მარაზმია, ტყუილი და აბსურდი მიმდინარე საქმეების სასამართლოში, რომ სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი არ მაქვს. ჩემი იმედი მკვდარია. მეგობრებო, ალბათ დიდი ხანი ვეღარ გნახავთ. მიყვარხართ და დროებით.